თბილისი 2014 წელი. თბილისის საერთაშორისო მე-15 კინოფესტივალი ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენაა. უკვე 14 წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოს მოყვარულებსა და კინოინდუსტრიაში დასაქმებულ პროფესიონალებს არაჩვეულებრივ სანახაობას თავაზობს. კინოფესტივალის მთავარი მიზანია წარმოგვიდგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები. მაყურებელს გააცნოს ახალი პროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას. კინოფესტივალის მთავარი მიზანია წარმოგვიდგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები. გასული 14 წლის განმავლობაში ფესტივალმა 600-მდე რეჟისორს, მსახიობს, პროდიუსერს, კინომცოდნესა და სხვა პროფესიონალს უმასპინძლა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანია როგორც კომპლექსური ღონისძიება, რომელიც წლის ბოლოს იმართება დეკემბერში ტრადიციულად. ეს არის ფორუმი როგორც კინოს მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. კინოს მოყვარულებისთვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ფილმის ჩვენებები, დაახლოებით 120 ფილმი არის ჩამოტანილი, არა მარტო მხატვრული, არამედ დოკუმენტურიც, მოკლემეტრაჟიანიც, რამდენიმე ანიმაციაც გვაქვს. ხოლო პროფესიონალებსაც შეეხება, მათთვის იმართება უამრავი ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული ღონისძიება. ინდუსტრიულ ღონისძიებებში გულისხმობთ მასტერკლასებს, უპირველეს ყოვლისა, ტრენინგებს, ვერქშოპებს. 80-მდე კინემატოგრაფისტი არის უცხოელი ჩამოსული. ესენი არიან დიდი ნაწილი მათი არის პროდიუსერები. მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. ეს არის, რა თქმა უნდა, პიტერ ვებერის მასტერკლასი რეჟისურაში, ასევე მარკო მიულერი ჩაატარებს მასტერკლასს. ჩამოდის ძალიან საინტერესო პროდიუსერი თურქეთიდან, რომელმაც გადაიღო ნური ბირგეჯეილანის ძალიან გახმაურებული სურათი ზამთრის ძილი და ასევე აქვს ერთი ოსკაროსანი, ეს გახლავთ ესპი გარესი ლუქსემბურგიდან, ძალიან საინტერესო ანიმატორი. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის ბატონი ჰუბლო 2014 წელს ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზი ოსკარი ალექსანდრე ესპიგარესმა აიღო. And the Oscar goes to Mr. Hublot. მარტო ხელა ბატონი ჰუბლოს ამბავი მსოფლიოს საყვარელ მულტფილმად იქცა. ბატონი ჰუბლო მექანიზირებულ სამყაროში ცხოვრობს. ამ მექანიზირებულ გარემოში მისტერ ჰუბლოტი მაშინ იცვლება, როდესაც ის პატარა ლეკვს ხვდება. დღეს ჯიდიპედიამ მისტერ ჰუბლოს შემქმნელი ალექსანდრე ესპიგარესი თავისივე შექმნილ სამყაროში დაპატიჟა. მისტერ ჰუბლო ბელგიელი ხელოვანის სტეფან ჰალეს ნამუშევრების მიხედვით შეიქმნა. ის პერსონაჟებს, პატარა მექანიზმებს და ცხოველებს განსხვავებული მასალით, ტყავის, რკინის და ძველი ნაჭრების გამოყენებით ქმნის. So he builds these vehicles and characters. Laurent Witz was also the producer and ლორენ ვიცი ანიმაციის პროდიუსერი და თანაპროდიუსერია. ის სტეფანს დაუკავშირდა და მათ ფილმის გადაღების შესახებ მოილაპარაკეს. ლორენ სურდა მისტერ ჰუბლოს ერთ-ერთ მულტფილმში ჩასმა. ის და პატარა ძაღლი მთავარ პერსონაჟებად შეარჩია. ჩვენ შევხვდით. პროდიუსერს აინტერესებდა მსურდა თუ არა ამ პროექტში მონაწილეობა. მე ძალიან მომეწონა იდეა და ჩვენი თანამშრომლობა შედგა. პროექტის ბოლომდე ერთად ვიყავით.
But yeah, the main idea was just we had the მულტფილმის characters შექმნის from the მთავარი sculptor, არსი იყო პერსონაჟი and, ჰუბლო, we რომელიც had to ყავდა. create, ჩვენ კი uh, მასზე ისტორია უნდა მოგვეფიქრებინა. how he's gonna მაგალითად, როგორ გამოიყენებდა ის სათვალეს, ღილაკებს ქურთუხზე. ნებისმიერ მუცს, რაც მას გააჩნდა, შესაბამისი დანიშნულება უნდა ჰქონოდა. მაგალითად, მისტერ ჰუბლოს შუბლზე ციფრები აქვს, რომელიც ჩვენ ავამოძრავეთ და მის განწყობის დონეს დაუკავშირებთ. ასევე იყო ძაღლის შემთხვევაშიც, რომელსაც უკან ღილაკი აქვს და მაშინ ანათებს, როცა გახარებულია. So yeah, that was basically the main idea was the real character that we had. Mr. Hublot is a single man. Mr. Hublot. Mr. Hublot is a crazy character. მისტერ ჰუბლო უცნაური პერსონაჟია. მას ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აწუხებს. ქცევას ვერ აკონტროლებს. გამუდმებით ანთებს და აკრობს ნატურას. სახლის საქმესაც ავტომატურ რეჟიმში აკეთებს. Automatic reflexes that he has. He does not control them. საბოლოოდ მთავარი ხაზი პერსონაჟის ტრანსფორმაციაა. ბატონი ჰუბლო დამახასიათებელი, განმეორებადი ჩვევებით სრულიად იცვლება პატარა ძაღლთან შეხვედრის შემდეგ. მას უწევს ბარიერების გადალახვა და ახალ განსხვავებულ ვაჟად განვითარება. სახლის ინტერიერი მსურდა, რომ ბებიის ძველ სახლს დამსგავსებოდა. ბევრი უსარგებლო ნივთი სხვადასხვა კუთხეში თაროებზე, რომელიც ისეთი ძველია, რომ ვერც გაწმიდა. ამ ყველაფრით შეიქმნა გარემო. პატარა და მკვდრო. Like a cocoon. ოსკარზე წარდგენა ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის. ქუჩაში მივდიოდი, როდესაც ჩემადან დამირეკა და ეს ამბავი მოწყობა. ოსკარს ნამდვილად არ ველოდი. So before we get on stage, ოსკარით დაჯილდოების წინ ერთ-ერთი ორგანიზატორი მოვიდა და აგვიხსნა, როგორ უნდა მოქცეულიყავით იმ შემთხვევაში, თუ სცენაზე ჩვენ სახელს გამოაცხადებთ. და როდესაც მართლაც ჩვენი სახელი გამოაცხადეს, ტვინში უცებ ყველაფერი ამერია და ავტომატურად ვაკეთებდი იმას, რაც დამავალეს. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყავი რა მოხდა. ბედნიერი სახით ვიდექი ოსკარით ხელში ძალიან ბევრი ადამიანის წინ და ვათვალიერებდი დარბაზს, სადაც ისხდნენ ლეონარდო დი კაპრიო, მერილ სტრიპი, ჯორჯ კლუნი. მათ სახეებს ვათვალიერებდი, სანამ ჩემი რეჟისორი სიტყვით გამოდიოდა. დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი იმას, თუ რა პრიზი ავიღე. შემდეგ უთხარი რეჟისორს გამოსვლა დაესრულებინა, რადგან ჩვენი დრო იწურებოდა და უკვე განიშნებდნენ, რომ სცენიდან გავსულიყავით. ხელი უკარი და ვანიშნე გავიდეთ თქო. აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ოსკარი ავიღე. უბრალოდ იმ მომენტში მინდოდა ყველაფერი მომესწრო და ასეთ მომენტში სცენაზე ყოფნის ხიბლი ბოლომდე მეგრძნო. მხოლოდ მას შემდეგ მოვედი გონს და მივხვდი, რაც მოხდა ჩემს თავს, როდესაც უამრავი ადამიანი ტელეფონით მიმოცავდა. So then you become aware of what has happened. Well, when I got the invitation to the როდესაც მოწვევა მივიღე თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, არც კი ვიცოდი საერთოდ თბილისი. გადავწყვიტე რუკაზე მინახა და მივხვდი, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში არასდროს ყოფილვარ. კარგი იქნებოდა მინახა ეს მხარე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. ფესტივალზე ყველა ძალიან კეთილგანწყობილია. ცოტათი ვღელავდი, რადგან პირველად ჩავატარე მასტერკლასი. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და არაჩვეულებრივი ფესტივალი გამოვიდა. So all together, nice festival, yeah. I'm really happy to be here. უსურვებ ჯიდიპედიას წარმატებებს და 2015 წლის ოსკარის აღებას ნომინაციაში საუკეთესო სატელევიზიო შოუ.